რუთი თავი პირველი და იყო დღეთა მათ მსაჯულთა ჯასა იყო სიღმილი ქვეყანასა ზედა და წარვიდა კაცი ბეთლემის ჰურიას ტანისაით მწირობად სოფელსა მას მოაბისასა იგი და ცოლი მისი და ორნი ძენნი მისნი და სახელი მისი ელიმელექ და სახელი ცოლისა მისისაი ნოომინ და სახელი ორთამათ ძეთა მისთა მაალონ და ქელონ ეფრათელი ბეთლემით ჰურიას ტანისაით და წარვიდეს ქვეყანასა მას მოაბისასა იყოფოდეს მუნ და მოკვდა ელიმელექ ქმარი იგი ნოომინისი და დაშთა იგი და ორნი ძენნი მისნი და მოიყვანეს ძეთა მათ მისთა თავისთვისა ცოლნი მოაბელნი სახელი ერთისა მის ურიფა და სახელი მეორისა მის რութ და იყოფოდეს მუნ ვიდრე 10 წლადამდე და მოსწყდეს ორნივე იგი ძენნი მისნი მალონ და ქელონ და დაშთა მარტო დედაკაცი იგი ქმრისაგან თვისისა და ორთაგან ძეთა მისთა და აღდგა დედაკაცი იგი და ორნივე იგი ძის ცოლნი მისნი და მოიქცეს იგი ქვეყანით მოაბისაით სოფლად ჰურიას ტანისა რამე თუ ესმა მათ ქვეყანასა მას მოაბისასა ვითარმედ მოჰხედა უფალმანერსათვისსა მოცემად ნაყოფისა და გამოვიდა იგი მიერ ქვეყანით და ორნი ძის ცოლნი მისნი მისთანა და მოვიდეს იგინი გზასა მოქცევად ქვეყანასა მას ჰურიას ტანისასა და ხორქვა ნოომინ ორთამათ ძის ცოლთა მისთა წარვედით და მიიქეცით თქვენ სახიდ მამისათვისისა და ყავნ უფალმან თქვენთანა წყალობაი ვითარცა იგი ყავთ მკვდართა მათთანა და ჩემთანა და მოგაგენ თქვენ უფალმან კეთილისა მაგის წილ და პოვეთ თქვენ განსვენებაი სახლსა შინა ქმრისა თვისისასა და ამბორს უხომათ და უჯმნიდა და აღიმაღლეს ხმაი მათი და ტიროდეს და ხორქვეს მას არა ეგრე არამედ შენთანა მივიდეთ ერისა შენისა და ხორქვამათ ნოომინ მიიქეცით ასულნო ჩემნო და წარვედით რაისთვის მოხვალთ თქვენ ჩემთანა ნუ უკვე ამ ერითაგან შვილნი არიან მუცელსა ჩემსა და იგინი იყვნენ ქმარ თქვენდა არამედ აწ წარვედით ასულნო ჩემნო ამისათვის რამე თუ დავბერდი და არღარა შემძლებელ ვარ მე ქმრისა სუმად უკვე თუმცა გარქუ თქვენ ვითარმედ შეღამძლებელ ვარ და შეღა ვეყო ქმარსა დავშვნე მე ძენნი და ამათ ელოდით თქვენ ვიდრემდე განორწნდნენ და დაგიყენნენ თქვენ რათა არა ისხნეთ ქმარ ნუ ეგრე ასულნო ჩემნო რამე თუ განმწარდა ჩემთვის უფრო ის თქვენსა რამე თუ ხელი უფლისა გამოვიდა ჩემზედა და აღიმაღლეს ხმაი მათი და მერმეცა ტიროდესვე და ამბორს უყო ურიფა დედამთილსათვისსა და მიიქცია წარვიდა იგი ერისათვისისა ხოლო რութ შეუდგა და მოსდევდა მას და ხორქვა ნოომინ რუთს აჰა ეგერა მიიქცა მოყვასი შენი ერისათვისისა და ღმერთთათვისთა მიიქეც შენცა მოყვასისა შენისათანა მიუგო და ხრქვა მას რութ ნუ შემემთხვევინ მე ეგეყოფად ვითარმცა დაგიტევე მე შენ და მივიქეც და წარვედ შენგან არამედ ვიდრეცა მიხვდე მივიდე და სადაცა იყოფოდე ვიყოფოდე მეცა შენთანა ერი შენი ერი ჩემი არს და ღმერთი შენი ღმერთი ჩემი არს და სადაცა მოკვდე მეცა და მუნ დავეფლა ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ რამე თუ სიკვდილმან განმწვალოს შენ შორის და ჩემ შორის ხოლო მან ვითარცა იხილა რამე თუ დაამტკიცა ესრედ მისვლად მისთანა დასცხრა მიერითგან სიტყვა მისთანა და წარმოვიდეს მიერ ორნივე და მოვიდეს ბეთლემდ და იყო ვითარცა მოიწინეს იგინი ბეთლემდ ოხრი და ყოველი იგი ქალაქი მათ ზედა და თქვეს უკვე თუ ნამდვილ ნოომინ არს ესე და ხორქვა მათ ნუ მრქვამთ მე ნოომინ არამედ მარქუთ მე სიმწარე რამე თუ განამწარა ძლიერმან ჩემზედა რამე თუ მე სავსე წარვედ და ცალიერი მომაქცია მე უფალმან რაისთვის მარქუთ მე ნოომინ და უფალმან დამამდაბლა მე და ძლიერმან ბოროტი მიყო მე
და მოიქცა ნოომინ და მოვიდა და რութ მოაბელი ძის ცოლი მისი მისთანა მოვიდეს ქვეყანით მოაბისაით და ესენი მოვიდეს ბეთლემდ დასაბამსა ოდენ მკისასა ქრთილისასა. თავი მეორე. და ნოომის ქმრისაი იყო კაცი მეცნიერი და კაცი ესე იყო ძლიერი ძალითა ნათესავისაგან ელიმელექისა და სახელი მისი ბოყოზ. და მისცა ნოომენს სახელი ქვიობისა საყოფელად მისცა. და ჰარქვა რութ მოაბელმან ნოომინს განვიდე ველად დავკრიბო თავი ხუვილისაი შემდგომად, სადაც ავპო მადლი წინაშე თვალთა მისთა და ჰრქვა მას ნოომინ განვედ ასულო. და განვიდა და მივიდა და შეკრიბა თავი ხუვილისაი ყანასაში და შემდგომად მომკალთასა და მიემთხვა იგი მიმთხვევით ნაწილსამას ყანასა ბოყოზისასა, რომელი იგი იყო ნათესავისაგან ელიმელექისი. და აჰა ესერა ბოყოზ მოვიდა ბეთლემით და ჰრქვა მომკალთა მათ უფალი თქვენთანა და მათ ჰრქვეს მას გაკურთხენინ შენ უფალმან. და ჰრქვა ბოყოზ მონათა მას მისსა ზედამდგომელსა მას მომკალთა ბინარს ჭაბუკი ესე. მიუგო მონამან მან რომელი იგი ზეადგა მომკალთა მათ და ჰრქვა ბოყოზ დედაკაცი ეგე არს მოაბელი რომელი მოვიდა ნოომისის თანა ქვეყანით მოაბისაით. და თქვა ვიკრიბო თავი და შევიკრიბო შორის მჭლეულსა შემდგომად მომკალთა და მოვიდა და დაადგრა განთიადითგან ვიდრე ახამომდდე და არა განისვენა მცირედ წყანსა ამას შინა. და ჰრქვა ბოყოზ რუთს შენ გეთხვ ასულო ნუ წარხვალ კრებად სხვა ყანსა და ნუცა განეშორები არამედ აქა შეეყავ მხევალთა ჩემთა თანა. და თვალნიშენნი იგენ ყანასა მას სადაც ამკიდენ შეუდექ მათ აჰა ესერა მიბრძანებიეს მონათა ჩემთა რათა არა გეტყოდიან შენ და ოდეს წყუროდის მიხვდე ჭურჭელად და სვა ვინაიც სვან მონათა ჩემთა. და დავარდა რութ პირსა ზედა თვისსა და თაყვანის ცამას ქვეყანასა ზედა და ჰრქვა მან ბოყოზს რაიარს რამე თუ პოე მადლი წინაშე თვალთა შენთა და მიცან მე და მე ვარ უცხოი. მიუგო მას ბოყოზ და ჰრქვა თხრობით მითხრეს მე რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკვდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაი შენი და დედაი შენი და ქვეყანაი შობისა შენისა და მოხვედ ერისა რომელი არა იცოდე გუშინ და ძუღან. მოგაგენ შენ უფალმან საქმისა წილ შენისა და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიერ ღრმთისა ისრაელისა რომლისა მოხვედ სასუებად ქვეშე ფრთეთა მისთა. ხოლო მან თქვა მიპოვნიეს მცა მადლი წინაშე თვალთა შენთა უფალო რამე თუ ნუგეშინის მეცმე და ეტყოდე გულსა მხევლისა შენისასა და მე ვიყო ამიერითგან ვითარცა ერთი მხევალთა შენთაგანი. და ჰრქვა მას ბოყოზ ჟამთა პურისა ჭამისასა მოვედ აქადა ჭამე პური და დააწე პური შენი ძმარსა და დაჯდა რութ ერთ კერძო მომკალთა მათთა შეუსვარა მას ბოყოზ ხალი და ჭამა და განწყა და დაუშთა. და აღდგა კრებად თავისა და ამცნო ბოყოზ მონათათვისთა და ჰრქვა რათა მჭელეულსაცა შორის იკრიბოს თავი და ნუჰკდემთ მას. და თავს დებით თავს იდევეთ ეგე და მისცით მაგას საჭმლისაგან თქვენისა და უტევეთ იგი და ჭამდეს და კრებდეს თავსა და ნურისხავთ მაგას. და კრიბნა ყანასა მას შიდა ვიდრე მწუხრადმდე და გამოწმიდა რომელი იგი შეეკრიბა და იყო სათხოველ ერთ ქრთილი იგი. და აღიღო და შევიდა ქალაქად და იხილა დედამთილმან მან მისმან რომელი იგი შეეკრიბა და გამოიღო რութ და მისცა მას რომელი იგი დაუშთა ნეშთთი რომლისაგან განწყა. და ჰრქვა დედამთილმან მას მისმან სადა ჰკრიბე დღეს ასულო და სადა დაჰყავ ესოდენი ესე. კურთხეულმცა არს რომელმან იგი გიცნა შენ და უთხრა რութ დედამთილსათვისსა სადა იგი კრიბა და უთხრა სახელი კაცისა მის რომლისათანა ეკრიბე დღეს ჰრქვიან ბოყოზ.
ჰარქვა ნომინ ძის ცოლსათვისსა კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ რამე თუ არა დაუტევა წყალობა იმისი ცოცხალთა თანა და მკვდართა თანა და ჰარქვა ნომინ მახლობელ არს კაცი იგი ჩვენდა და ნათესავცა ჩვენდა არს ჰარქვა რუთ დედამთილსათვისსა და მრქვაცა მე ვითარმედ შეეყავ მხევალთა ჩემთა ვიდრემდე აღასრულონ ყოველი სამკალი რაოდენიცა არს ჩემი და ჰარქვა ნომინ რუთს ძის ცოლსათვისსა კეთილ ასულო რამე თუ განხვედ მხევალთა მისთა თანა და არა მიხვედ შენ სხვასაყანასა და შეეყო რუთ მხევალთა მათ ბოყოზისათა კრებად თავისა ვიდრემდე დაასრულეს მკაი ქრთილისაი და შევიდა რუთ და იყოფოდა დედამთილსათვისსა თანა თავი მესამე ჰარქვამას ნომინ დედამთილმან მისმან ასულო აწ არამე გიძიო შენ განსვენებაი რათა კეთილი გეყოს შენ და ეგერა ბოყოზ მეცნიერი ჩვენი არს სადა იგი მხევალთა მისთა თანა იღავ შენ და იგი შეჰკრებს ქრთილსა კალოსა თვისსა ამას ხამესა და შენ იბანე და იცხე და შეიმოსე სამოსელი თვისი და აღვედ შენ კალოდ მისა და ნუ გამოეცხადები შენ კაცსა მას ვიდრე აღსრულებადმდე ჭამისა და სუმისა და იყოს რაჟამს დაწვეს იგი და დაისწავე ადგილი იგი სადა დაწვეს მუნდა მივედ მახლობელად მისა და დაწევ ფერხთა თანა მისთა და მან გითხრას შენ რაი იგი ჯერ არს ყოფად შენდა ჰარქვა რუთ დედამთილსათვისსა ყოველივე რაცა მარქვა ვყო და აღვიდა იგი კალოდ მისა და იყო ეგრე ვითარცა იგი ამ ცნომას დედამთილმან თვისმან და ჭამა ბოყოს და სვა და განმხიარულდა გული მისი და მივიდა და დაწვა იგი ზვინსამას წერეულისა მისისასა ხოლო რუთ მივიდა მისა ფარულად და დაწვა იგი მახლობელად ფერხთა თანა მისთა და იყო შუა ღამეს ოდენ განიღუძა და განჰკრთა კაცი იგი და შეძრწუნდა რამე თუ დედაკაცი წვა ფერხთა თანა მისთა ჰარქვამას ბოყოზ ვინახარ შენ ხოლო მან ჰარქვამას მე ვარ რუთ მხევალი შენი და გარდა მომდევ სამოსელი მხევალსა შენსა რამე თუ შენ ნათესავად ჩემდა ხარ ჰარქვამას ბოყოზ კურთხეულ იყავ შენ უფლისაღარ მთისა მიერ ასულო რამე თუ კეთილი ჰქმენ წყალობაი ესე უკანასკნელი უფროი პირველისა მის რამე თუ არა მიხვედ შენ შემდგომად ჭაბუკთა გინა თუ გლახაკისა ვისამე გინა თუ მდიდარისა და აწნუ გეშინის ყოვლისავე რაიცა მრქვამე ვყო შენთვის რამე თუ იცის ყოველმან ნათესავმან ერისა ჩემისამან რამე თუ დედაკაცი ძლიერებისაი ხარ შენ და აწ ჭეშმარიად ნათესავ ვარ მე არამედ არს ნათესავი სხვაი უმახლოებელესი ჩემსა იქცეოდა ამას ღამესა და იყოს ხვალისაგან უკუე თუ გითვისო შენ თვის გეყავან შენ უკუე თუ არა უნდეს თვისობაი შენი თვის გიყო მე ცხოველ არს უფალი და დაწვა იგი ვიდრე განთიადადმდე და დაიძინა ფერხთა თანა მისთა ვიდრე ხვალისადმდე და აღდგა იგი უადრეს ვიდრემდე იცნას კაცმან მოყვასითვისი და თქვა ბოყოზ ნუმცავინ უწყის რამე თუ მოვიდა დედაკაცი კალოსა ამას და ჰარქვა ბოყოზ მოიფყარ სამოსელი შენი აქა რომელ გმოსიეს შენ და განჰმარტე იგი ხოლო მან მოუფყრა მას და გარდაუწო მას 6 საწყაული ქრთილი და დასდვა იგი მას ზედა და შევიდა იგი ქალაქად და ვითარცა შევიდა რუთ დედამთილისა თვისისა და ჰარქვა მას რაიარს ასულო ხოლო მან უთხრა ყოველივე რაიცა უყო კაცმან მან და ჰარქვა მას 6 ესე საწყაული ქრთილი მომცა მე და მრქვა მე ნუ შეხვალ ძლიერი დედამთილისა შენისა ხოლო მან ჰარქვა მას დაჯედ ასულო ვიდრემდე გულისხმა ყოშენ ვითარ იგი არა დავარდეს სიტყვაი რამე თუ არა დაიდუმოს კაცმან მან ვიდრემდე აღასრულოს სიტყვაი იგი დღესვე თავი მეოთხე აღვიდა ბოყოზ ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ
და აჰა ესე რა ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათვის თქვა ბოყოზ და ხრქვა ბოყოზ, მოაქცია და დაჯეთ აქა საიდუმლოო და მოაქცია და დაჯდა მონ. და მოიყვანა ბოყოზ 10 კაცი მოხუცებულთაგან ქალაქისათა და ხრქვა მათ, დასხედით დასხდეს. და ხრქვა ბოყოზ ნათესავსა მას, ნაწილი იგი ქვეყნისა იმის, რომელ არს ძმისა ჩემისა ელიმელექისი მიეცინ ნოომინს, რომელ იგი მოვიდა ქვეყანის მოაბისაით. და მე ვთქუ, ვითარ მედ ვაუწყო ყურთა შენთა და ხრქვა მას, მოიგე ამათ წინაშე რომელნი სხენან და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა, უკვე თუ ეშვლები, ეშვლე, უკვე თუ არა ეშვლები, მითხარი მე, რათა ვცნა, რამე თუ არავინარს შენსა გარეშე ნათესავ და შემდგომად შენსა ვარ, ხოლო მან ხრქვა მე ვერ ვეშვლო. და თქვა ბოყოზ დღესა მას, რომელსა მოიგო ქვეყანაი იგი ხელისაგან ნოომინისა და რუთისაგან მოაბელისა, ძისა ცოლისა მისისა, რომლისა მოკვდა ქმარი, სამკვიდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა და იგიცა მოიყვანა თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკვდარსა მას, მემკვიდრებელსა მას მის ზედა. ხრქვა ნათესავმან მან ვერხელ მეწიფების თავისა ჩემისა შულებად მისა, ნუ უკვე განყორნე სამკვიდრებელი ჩემი და ეშვლე შენ საშულებელსა მას ჩემსა ზედა, რამე თუ მე ვერ ძალმიც შულებად. და ესე სამართალი იყო პირველ ისრაელსა შორის საშულებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი, განიძარცვს კაცმან ხამილითვისი და მისცის მოყვასსა თვისსა, რომელი ეშვლებინ საშულებელსა თვისსა ზედა და ესე იყო საწამებელი ისრაელსა შორის. და ხრქვა ნათესავმან მან ბოყოზ მიიღე თავისა შენისა საშულებელი იგი ჩემი და განიძარცვა ხამლითვისი და მისცა მას. ხრქვა ბოყოზ მოხუცებულთა მათთა ყოველსაერსა, მოწამე ხართ თქვენ დღეს, რამე თუ მომიგებიეს ყოველივე ელიმელექისი და ყოველი რავდენი არს ქელეონისი და მალოონისი ხელისაგან ნოომისი. და რუთი მოაბელისა ცოლი მალონისი მოვიდა თავისა ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკვდრისა მის სამკვიდრებელსა მისსა ზედა და არა აღიხოცოს სახელი მკვდრისა მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქვენ დღეს. და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნის ხდეს ბჭეთა ზედა და თქვეს, მოწამე ვართ და მოხუცებულთა მათ რქვეს, მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშენეს ორთავე ამათ სახლი ისრაელისა და ყვეს ძალი ეფრათასა და წოდებად სახელი ბეთლემს. და იყავან სახელი შენი ვითარცა სახელი ფერეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა და მოგეცინ შენ უფალმან მხევლისა მაგისაგან შენისა შვილი. და მოიყვანა ბოყოზ რუთ და იყო მისა ცოლად და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაი. და ეტყოდეს დედანენი იგი ნოომინს და ხრქვეს, კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგიმტკიცა შენ დღეს შვილეულებაი წოდებად სახელი შენი ისრაელსა შორის. და იყოს იგი შენ და მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამე თუ სძალმან შენმან, რომელმან შეგიყვარა შენ, შუა ძე, რომელ არს უმჯობეს შენ და უფროის შვიდთა ძეთა. და მოიქვა ნოომინ ყრმაი იგი და დაისვა იგი წიაღთა თვისთა და ექმნა მას მპოხელ. და უწოდეს მას მოძმეთა სახელი და თქვეს, ესვა ძე ნოომინს და უწოდეს სახელი მისი იობედ, ესე არს მამაი იესესი, მამისა დავითისი. და ესე არიან შობანენი ფარეზისნი, ფარეზ შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ და ამინადაბ შვა ნაასონ და ნაასონ შვა სალმუნ და სალმუნ შვა ბოყოზ და ბოყოზ შვა იობედ და იობედ შვა იესე და იესე შვა დავითი.